მოგესალმებით მეგობრებო, დიდჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება მოგონებები გიორგი ნიკოლაძეს. თითქმის არ მეგულება პიროვნება, ვინც ნიკო ნიკოლაძის მუზეუმს სტუმრობს და გიორგი ნიკოლაძის მემორიალურ მუზეუმს გაეცნო. განსაკუთრებული სიმპათიითა და სიყვარულით არ განიმსჭვალოს ამ დიდებული მამულიშვილის მიმართ. ამიტომაც გადავწყვიტეთ თქვენთვის უცნობ საკითხებზე გიორგის მიმართ მისი დის, რუსუდანისა და მისი მეგობრების მოგონებები გადმოგცეთ. დიდმა ნიკო ნიკოლაძემ ეროვნული პრობლემატიკისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ თავის ნაშრომს მამულის სიყვარული და მსახურება უწოდა. თუკი ვინმესათვის იყო ავტორის შემდეგ ამ სიტყვების მთელი არსი, მნიშვნელობა გააზრებული და გასაგნებული, ეს იყო ისევ დიდი ნიკოს ერთადერთი ვაჟი, გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, ინჟინერ-გამომგონებელი, მეტალურგი, სპორტსმენი, უნივერსალური პიროვნება გიორგი ნიკოლაძე. გიორგის თავისი მშობლების შვილობაც ეხმარებოდა იმაში, რომ ყოფილიყო ყველასათვის კეთილშობილობის, რაინდობის, პროფესიონალიზმის, მამულიშვილობის იდეალი. მუზეუმში დაცული მასალები, ფოტოსურათები, ცნობილ მეცნიერთა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა ნაცნობ მეგობრების მოგონებები ნათელ წარმოდგენას იძლევა გიორგი ნიკოლაძის მრავალმხრივი პიროვნების მეცნიერულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობის შესახებ. გიორგი ნიკოლაძე 1888 წლის 12 აგვისტოს დაიბადა დიდი ჭიხაიში. ნიკო ნიკოლაძის უფროსი ქალიშვილი რუსუდან ნიკოლაძე ასე იგონებს გიორგის დაბადებას. ჩვენი დედმამის დაქორწინების მეხუთე წლის თავზე დედამ მამაჩვენს და მთელ ოჯახს იმით მიულოცა, რომ მას ვაჟი შეეძინა. მაგრამ რატომღაც ეს ფუნთუშად დიდი ზომაწონის ბიჭი თვალდახუჭულის სახით დაიბადა. სიბრმავი 10 დღე გაგრძელებულა. დედა თურმე ცხარე ცრემლით ფრქვევით აძლევდა ძუძუს თავის საუკეთესო მადით დაჯილდოებულ მემკვიდრეს. სანამ მე-10 დღეს ამ პაცია უსინათლო სვავმა უეცრად 2 უშველებელი ვარსკვლავებით მსხვინვარი თვალი არ მიაშუქა დედამისის შეწუხებულ სახეს. თითქმის მეორე დაბადებულა იმ წუთიდან ყველასათვის პაცია გიორგი. პატარა გიორგის საზრიანობას და სიტყვათა პასუხს საოცრებაში მოჰყავდა მათი ოჯახის ხშირი და სახელოვანი სტუმრები ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი. გიორგი თურმე პატარაობიდანვე გამოირჩეოდა დინჯი ლაკონური სიტყვა პასუხით და რაინდობით. რუსუდანის მოგონებებიდან ჩანს, რომ ნიკოს ოჯახში ფიზიკურ აღზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. ხშირია მოგონებებში ასეთი ჩანაწერები. ეზოში ვითამაშეთ, თუმცა თოვლი იდო მიწაზე. დღეს მე და გიორგი უპალტო დავრბოდით. მერე ლალათი და თამროთი კლდეზე ავედით. დიდი ჯიხაიში ყოფნისას ნიკო მთელი გულის წყურით ზრუნავდა შვილების შრომით და ფიზიკურ აღზრდაზე. მოგონებების ავტორი წერს, გიორგი უკვე 3-4 წლის ასაკიდან გზნებარე მებაღე მევენახეთ იყო გადაქცეულიო. მამას ჯერ კიდევ სულ პატარასათვის სპეციალური თოხი, ბარი, ცელი ჰქონდა შეკვეთილი, მსუბუქი და პატარა, მაგრამ ნამდვილი სასლი და კარგად გალესილი. კითხვა გიორგიმ 8 წლისამ შეიყვარა. 3-4 წლისა კი არსენას ლექსზე და სურამის ციხეზე ყოფილა შეყვარებული. უყვარდა ქართული პოეზია, განსაკუთრებით ბარათაშვილი. 6 წლის გიორგის თითქმის მთელი ვეფხისტყაოსანი ცოდნია ზეპირად. რუსუდანის მოგონებებიდან გებულობთ, რომ უკვე 3 წლის გიორგი მატარებლების და ორთქმავლების სიყვარულის გამო ამბობდა, მე მაშინისტი ვიქნებიო. ამის მოლოდინში კი ის გატაცებით იღებდა ბერთოლეს მარილიდან ჟანგბადს, სწავლობდა მასში გოგირდს, ახდენდა რაღაც ფიზიკურ სასწაულებს, ეცნობოდა ცეცხლის მრგეველი მთების მოქმედების გამომწვევ მიზეზებს და ატარებდა ამოფრქვევის სამოდელო ცდებს. 7 წლის ბიჭმა ჩვენს რკინიგზაზე გამოყენებული ორთქმავლების ყველა სისტემის გაცნობა მოახერხა. რუსუდანი მიუთითებს, რომ
ოჯახში წიგნებს, მწერლობას, საერთოდ ბეჭდვის სიტყვას დიდი ადგილი ეჭირა. თუმცა 8 წლის გიორგის კითხვაზე უფრო ტექნიკა აინტერესებდა, საათის მექანიზმი, რკინის მოდელები, ძრავები და სხვა. გიორგიზე დიდ გავლენას ახდენდა მამის საუბრები პარიზში მონგოლფერეიდით აფრენის შესახებ, მენდელევის ჰაერბურთის გაფრენის, ნანსენის, ამუნდსენისა და სხვათა ექსპედიციების შესახებ. გიორგის ბუნების დამახასიათებელი თვისება იყო, რომ ვერ იტანდა უხეშობას, უსამართლობას, თავისი ბავშვური ურყევი პრინციპებით და თავისებური სიდინჯით თავისზე ბევრად უფრო დიდ ადამიანებზე ახდენდა გავლენას. მუზეუმის ფონდში დაცული მისი მეგობრისა და ნათესავის, ინჟინერ-მეტალურგის ირაკლი ლორთქიფანიძის მოგონებებიდან ვგებულობთ, რომ მე ძალიან მიყვარდა და მიზიდავდა გიორგის მიერ მოწყობილი სატანვარჯიშო სპორტის მოყვარულ ჭაბუკთა ჯგუფთან ვარჯიში. ტანვარჯიშთან ერთად პირველი მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ცდილობდა ჩაენერგა ჩვენში მათემატიკის, საინჟინრო ხელოვნების და მხარემცოდნეობის სიყვარული. ირაკლი იგონებს, თუ როგორ დადიოდა გიორგის საწარმოო პრაქტიკაზე 1908 წელს მდინარე გუბისწყლის ხიდის მშენებლობაზე ჯორით, ხოლო შემდეგ ტულის, ენაკიევოს, იუზოვსკის, დონეცკის მეტალურგიულ ქარხნებში სამუშაოდ. მას ინჟინრისათვის სავალდებულოდ მიაჩნდა გარკვეული დროის ფიზიკურად მუშაობა და იმ წარმოების სპეციფიკის შესწავლა, რომლის ხელმძღვანელობა მოუხდებოდა შემდეგში. არ უყვარდა ზარმაცი და თაღლითი. ხმას არასოდეს აუწევდა, თავის დღეში არ შეულახავდა ადამიანს თავმოყარეობას. საინტერესოა გიორგის დამოკიდებულება ქართველ სტუდენტებთან, განსაკუთრებით მასთან, ვისაც მატერიალურ სივიწროვეს განიცდიდნენ. სპეციალურობის წიგნებში ის ყოველდღიურად აღნიშნავდა, ვის რამდენ ფულს გადაუგზავნიდა. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ დახმარება თანაბრად ყოფილიყო განაწილებული. საინტერესოა თინა ლეჟავასა და თეოლინა ქათამაძის მოგონებები. ისინი იხსენებდნენ გიორგის მიერ ჩატარებულ ბოლო ლექციას და გიორგის უკანასკნელ დღეებს. იგი 5 თებერვალს 1931 წელს გარდაიცვალა. ეს მომენტი ძალიან ძნელი წარმოსადგენიდან დაუვიწყარია, მაგრამ საქართველოს ერთი მაშინდელი ხელმძღვანელის სიტყვა ექიმებისადმი გულის წყრომისა ყურში გაისმის და მთელი სიცოცხლის მანძილზე არ დაგვავიწყდებაო. აი ისიც, რა უთხრა მე იმ მედიცინას, რომელმაც შენ ვერ გადაგარჩინაო. იოსებ ბარათაშვილი თავის მოგონებებში აღწერს გიორგის დამსახურებას ქართული მეცნიერებისა და სპორტის განვითარების საქმეში. გიორგისთან ექსკურსიები ანვითარებდა ჩვენს მსოფლმხედველობას, რომელსაც მეცნიერული ხასიათი ჰქონდა. ყოველი ექსკურსიის დროს განაწილებული იყო ფუნქციები. ერთ ჯგუფს დღიურები უნდა ეწარმოებინა, მეორეს ჰერბარიუმების შეეგროვებინა, მესამეს მინერალური კოლექციის შეგროვება ევალებოდა, მეოთხეს ფოლკლორის ჩაწერა, გიორგის ფოტოსურათების გადაღება. ექსკურსიის შემდეგ მასალები გადაეცემოდა უნივერსიტეტის შესაბამის კათედრებს და გეოგრაფიულ საზოგადოებას დასამუშავებლად. დიდი ჯიხაიშელი დავით ლეჟავა იგონებს გიორგის ზრუნვას სოფლის სკოლის სპორტული დარბაზის მოწყობისათვის, ასევე მისი ფიზიკური აღნაგობის შესახებ საუბრობს. ტანმაღალი, ახოვანი, ფეხები სწორი, ლითონისაგან ჩამოსხმული გეგონებოდათ, კლავები და კუნთები ძალზე განვითარებული, მუდამ თავში შველი, უქუდოთ, გვერდზე გადავარცხილი ბზინვარე შავი თმებითო. მეტად მომაჯადოებელ საუბარი იცოდა, ჩაცმულობა საოცრად უბრალო, თავისივე ხასიათის უბრალოებასთან შეხამებული. ინჟინერი და სპორტსმენი ნესტორ ჯაიანი საინტერესოდ მოგვითხრობს გიორგის ურთიერთობაზე ფოთის საზოგადოებასთან. აქვე ის წერს, მართლაც დაუჯერებელია, რომ ერთ ადამიანის ორგანიზმი ისეთნაირად გაწვრთნა, რომ სხვადასხვა მოძრაობა უმაღლესი მიღწევებით ერთმა და იგივე კუნთებმა ანტაგონისტურად მოპირისპირე მოძრაობანი შეასრულოს. ეს მხოლოდ ერთადერთმა გიორგი ნიკოლაძემ შეძლო. ჯერ არ ნახულა,
მის გარდა ადამიანი სპორტსმენი უმაღლესი მიღწევებით ძლეოსანი გიმნასტი თასვლელი ბუერისტი რამდენიმე ენის მცოდნე მეცნიერ მათემატიკოსი მეტალურგი ქიმიკოსი ერთი პიროვნება რომელშიც მოთავს და აკადემიკოსი მეცნიერებაში და აკადემიკოსი სპორტში ხოლო ერთი მსოფლიოში გიორგი ნიკოლაძე გახლავთ გიორგი ნიკოლაძე ვაჟკაცობის მამული შვილობის ნიჭიერების შრომის მოყვარეობის და სილამაზის ეტალონად აღიარებული მეგობრებო დღეისათვის სულ ეს იყო მე გახლავართ მუზეუმის სპეციალისტი გულნაზ კაკაბაძე ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე